მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერება, დღეს ჩვენ ნახოთ იქნება თუ არა მისგან რამე ქმედება. ეს კითხვა იყო დღეს წავიკითხე კომენტარებში, ვიცი რომ ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ სულ ყველა ეხლა ამ პერიოდში ვინც უყურებს, როცა მაგ ვიდეოს წერ გამოდიან რთული პერიოდებიდან და დამთავრდა ეს ტრანსფორმაციების მომენტები, მაგრამ ეხლა უკვე ადამიანის, მოლოდინში არიან, ზოგან ქმედებაში, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვნახავთ გაშლებში რომ ადამიანი თქვა განიცდის ასე შემდეგ, მაგრამ ქმედებას ვერ ვხედავთ, ხო? ამიტომ ნახოთ ახლა ჩვენ ეხლა მდგომარეობა თქვენი პარტნიორის რა ხდება და მე უკვე მოვძებნეთ ჩვენი მეფის, ხო? და მე ვნახოთ ახლა ქმედებას აპირებს თუ არა ეს ადამიანი, ავიღოთ ჩვენ ახლა პრინციპში ერთი თვის განმავლობაში ეს შეიძლება ხვალაც მოხდეს ზეგაც უბრალოდ თქვენთვის რომ ანუ როგორი მდგომარეობა აქვს ეხლა ამ ადამიანს. ეხლა ზის როგორი ენერგია შეიცით რომ პრინციპში უფრო მეტი ფიქრი აქვს, რაღაცა ფიქრები აქვს მაგას ისეთი, რომელიც არ აძლევს საშუალებას, რომ თქვათ რამე ჯერ ფიქრებში არის რა. ანუ თავის თავში ჩაკეტილი რო გითხრათ, რომ ჯერ ქმედებასთვის არა, ხო? აი მასში მიდის ეხლა როგორი ბრძოლა. ანუ არ ვიცი, ეს ყველაფერი მე რო დავუშვოთ, გამოვალ, თქვათ, რამე რო გავაკეთო, ხო? ფიქრები აქვს ძალიან ბნელი, ასე რომ ვთქვათ რა. ვფიქრობ რამე რო ვიმოქმედო, თქვათ, ეს მეც აი რას მომიტანს, მე რას მომცემს რა, იმიტომ რაღაცნაირად აი ჩაკეტილია ეს ადამიანი და ვერ გამოდის, იმიტომ რომ შიშიც აქვს რაღაც ერთგვარი და აი შინაგანი ბრძოლა მიდის ძალიან ძალიან აქტიური ამ ადამიანში. თან უნდა რომ იმოქმედოს, უნდა რომ რაღაცა გააკეთოს, დრო მოვიდა რომ რაღაცა მე უკვე თქვათ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, აქ არის პაჟის თემა. так, მაჩვენეთ მეფეს, ახლა თუ მეფეა, იმიტომ რომ სულ მოდიან რაინდები და სულ მოდიან რაღაცა სულ მოდიან რაღაც ესეთი ენერგიები. აჰა, გამოვიდეთ ასების მეფე. ეხლავე გეტყვით. ოი ღმერთო ჩემო, და რას აქ როგორი სიტუაცია, იცით, აქ შეიძლება ადამიანი ან თქვენზე პატარა არის, ხო? ან არ არის ჯერჯერობით, აი არიან ზოგი ადამიანი შეიძლება 50 წლის იყოს, 60 და მაინც როგორც ბავშვი ისე მოქმედ, ისეთი აზროვნება და ქმედება და ქცევა აქვს რა. იმიტომ რომ როგორი მომენტია, იცით, თითქოს რაღაცნაირად აი ამას თუ უნდა, ნახეთ, აქ მე რას ვერ ვხედავ, ცოტა რაღაცა სერიოზულს ვერ ვხედავ. კი, იმის მიუხედავად, რომ ადამიანი ხდება, რომ დაუშვით ახლა მინდა ეს სიყვარული მაკლია, ხო? მაგრამ არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ამ მდგომარეობიდან გავედეს. ხედავს, რომ ქალს კარგავს, ხედავს, რომ ქალისგან ენერგიას უკვე ვერ იღებს, ხო? ეს ფიქრობს, რომ ქალმა უკვე დაასრულა ჩემთან ურთიერთობა, აღარ ვჭირდები მე მაგას და ამიტომ ახლა მძიმედ კი იტანს ამ მომენტებს ვერ ისეთ როგორ არის, აი სულ მერყეობაში, აი დავასრულო თუ არ დავასრულო. გავაკეთო ნაბიჯი თუ არ გავაკეთო. რას მომიტანს მე ეს ყველაფერი? აი მინდა არ მინდა. კიდე შეიძლება აქ რაღაცა ბავშვის თემა არის. ბავშვის შვილი უნდა და დაუშვოთ, ახლა თქვენთან ვერა. დაუშვოთ ვერ მიიღებს ამ ბედნიერებას, ხო შეიძლება ასაკობრივი ესა სიტუაცია იყოს. ამიტომ თვითონ ეს ადამიანი არ იცის რა გავაკეთო, როგორ ვიმოქმედო, რა. აქ გეუბნეთ ვიღაცის მართლა ძალიან აქტუალური თემა არის შვილის გოგოებო. და მაგიტომაც შეიძლება ცოტა ვერ მოქმედოს. ან ადამიანი არის იმდენად არა როგორ არის მომწიფებული, ხო? რომ კი უნდა, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ აქ სერიოზულ ენერგიებს. даже მეფეც გამოვიდა თასისემ. თასის მეფემ კარგი პიროვნება, მაგრამ უფრო აი როგორ გითხრათ, მაინც ეს არის ენერგია, გრძნობების ენერგია, რაღაც ემოციების, ხო?
და ქმედებისთვის ჩვენ გვჭირდება ცოტა სხვანაირი. ნუ აქ გამოვიდა ბოლოში ჩემთან ახლა გვერთხების მეფე, მაგრამ ახლო, ნუ აგერ ოცნებები აქვს რაღაც პატარა ბავშვებით. ოცნებობს. ნუ მოდით გითხოთ ახლა ჩვენ მაინც კითხვა გვაქვს, გითხოთ ახლა ჩვენ იქნება თუ არა რამე აქ ქმედება მაგისგან. იქნება თუ არა მაგისგან რამე ქმედება. ვნახოთ ახლა ჩვენ. აი მგრძელი ის რო გვაქვს ჩვენ მეორე აკაუნტი იქ რა ვიცი, შეიძლება გავაკეთო რამე ისეთი ცოტა ღრმა გარჩევა. აქ ჩვენ მოკლე გარჩევები გვაქვს, ხო? მოდით ვნახოთ ქმედება იქნება ამად ჩაფიქრებული ადამიანისგან, იმ გოგოს მიმართ, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს. ერთი თვის განმავლობაში რა ქმედება, თუ იქნება, რა იქნება. აქ იცით რა შვება, ესა და კიდე ვერ გამოდის რაღაცა აი როგორ არის, ის შეიძლება რაღაცა ნაწყენი იყოს თქვენზე, ხო? შეიძლება არ იცის რა გააკეთოს, როგორი მოქმედოს, შეიძლება ვაფშე აღარაფერი აღარ უნდა მაგას. ის სულ რაღაც თავის ფიქრებში, თავის რა. იცით რა არის, გოგოებო, თუ დაუშვოთ თქვენ იცით რომ ეს ადამიანი სლამს, ნუ შეიძლება უბრალოდ ახლა ცდილობს რომ აი თითქოს ცდილობს რომ მოერიოს თქვენზე აი ეს დამოკიდებულება, გაიგეთ, რაღაცნაირად არ იცის, ვერ ხედავს რა შანსი, რა გავაკეთო. აი ეს ვერ გადაუწყვეტე ამ ადამიანს. ამას უნდა როგორი მომენტი, იცით, აი უფრო აქ ჩანს როგორი სიტუაცია, კი, მინდა შენთან დავუშვოთ მოვალ, მაგრამ თუ იქნება ცოტა ისეთი ურთიერთობა, სადაც მე ვიქნები ყვაყურთელი და ბედნიერი. აი მივალ, მოვალ, შეხვედრები, აი დავუშვოთ, შეიძლება როგორი ქმედება იყოს, შეიძლება даже ამას უბრალოდ რა არის, ვერც გთავაზობს, იმიტომ რომ აქ ახლა დავინახეთ ჩვენ რომ ცოტა სერიოზული, ნუ ხალიც როგორი მომენტი, იცით რომ ამას უნდა რომ შემოგთავაზოს ურთიერთობა, რომ აი მოვალ შეხვედრები გქონდეს, რომანტიკული რაღაცა შეხვედრებისთვის, კი ბატონო, როგორ არა თქვათ, ახლა მოგწერ, კი მოწერთ, მოიწერება ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ადამიანს რა არ უნდა, იცით, აი დაუშვოთ რომ სერიოზული რაღაცა პასუხისმგებლობა და ეგეთი რამე არა, აი ცოტა როგორი მსუბუქი თემა უნდა, ანუ აქ მაგას რაღაცა შიში აქვს სიყვარულის. შიში აქვს სიყვარულის და ამიტომ უბრალოდ შეხვედრები სასიამოვნო, რომანტიკული შეხვედრები კი, მაგრამ ისე რომ დაუშვოთ ეს გადაიზარდოს რამეში სტაბილურში, ხო? აი ეს მაგას აშინებს, რატო გაშინებს? ნუ აქ თითქოს რა არის, იცით, ახლა შიში აქ როგორი მომენტი აქვს, იცით, რომ აი პასუხისმგებლობის არ იცის, მაგრამ როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, აი არ იცის. აი შეიძლება არა აქვს მაგას მაგალითი სიტყვაზე, ოჯახიდან შეიძლება მოდიოდეს ეს მომენტი, რომ აი როგორ მამაკაცმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს რა არის, მაგრამ ჯერ არ იცის, გაიგე და უნდა ისწავლოს. კი, აბა რას იმოქმედებ. ნუ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ აქ ეს ადამიანი ახლა გამოდის ძალიან რთული პერიოდიდან, ამას ახლა მაღალი ძალები დაეხმარებიან, ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა და რა არის? შეიძლება რას მაჩვენებენ, იცით, ნუ ჩემ შემთხვევაში არის ზოგჯერ რომ მაჩვენებენ ჯერ სიტუაციას, რომელიც იყო მანამდე. შეიძლება ვინმესთვის როგორი თემა იქნება, რომ თქვათ ადამიანი იყო ასეთ მდგომარეობაში, როცა უნდოდა ესეთი მსუბუქი ურთიერთობები, უნდოდა რაღაცა გართობები და ეხა დაეწია ამას კარმა, აქ საგვარეულო ჩაერთო, აქ ჩაერთენ მაღალი ძალები, აქ აი შემიძლია გითხრათ, რომ ზოგისთვის აი ეს რაც მე მოვაყოლე წინ იყო აი წინა პერიოდი, სანამ მოხდებოდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ამასე ცხოვრობდა, ფიქრობდა მხოლოდ თავის თავზე, თავის ზღვრებს იცავდა
თავის სიმშვიდეს იცავდა, რომ მე არ მინდა არაფერი სერიოზული, მე არ მინდა, მე მარტო მინდა გართობა, მე მარტო მინდა თქვათ მსუბუქი ურთიერთობა, მე არ მინდა პასუხისმგებლობა, მე მეშინია ნამდვილი სიყვარული, აი აქ ჩაერია იმდენი ხანი მასზე ფიქრობდა, რომ სანამ არ ჩაერიან აქ მაღალი ძალები და სანამ მაგრადაც აქ უცბად უეცრად მოხდა რაღაცა, რომ მისი აი ესეთი საქციელი, რომ აი მე მარტო მე შემიძლია ჩემ აი უცბად თითქოს მაგაზე, აი ნუ აჩვენეს მაგას, რომ არა, მასე არ არის მასე და ამიტომ აქ ადამიანმა დაკარგა აი წაართვეს მაგას, სიყვარული წაართვეს, მიხვდით? აქ თითქოს გაკვეთილი აქ ამისი იმაზე, რომ შენ თუ არაფასებ ამ სიყვარულში, ჩვენ მაგას წაგართმევ და იჯეკი შენთვის მე მარტო და გოგოსგან შეიძლება წამოვიდეს სიცივე. და ნუ თქვენ ისტორიას აბარად მიყვებიან. და ეხლა ხო კი ბატონო და აი ზოგისთვის იქნება როგორი, აი გაასწავლიან ჭკუას ამას, რომ შენ აქ პაჟი კი არ უნდა იყო, ხო? ხა ქალთან ურთიერთობაში და თუ გასართობა დადიხარ სხვა, ხო? თუ სერიოზული გინდა და უკვე სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ უნდა დაასრულო ეს ყველაფერი და უკვე უნდა ჭკუა ისწავლო და უკვე იცოდე, რომ კაცმა პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. სხვათა შორის არა აქვს მნიშვნელობა ბიჭებო, ერთ რამე იცოდეთ, თუ თქვენ ახლა თუნდაც ქალთან ისე დადიხართ, იმ ისე სიარულშიც უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, ელემენტარული რაღაცები უნდა გააკეთოთ რა. და არა მხოლოდ მე რაც მინდა, მე თავის თავზე რო ვფიქრობ, მასე არ არის. არა. რომ თუ ქალთან უკვე დაიწყე, ხო, მე მაგალითად მყავს დიდი ბიჭი, ხო, უკვე ცოლი ყავს და სულ მაგას ვასწავლები. როც თუ დადიხარ შენ ქალთან, ხო, ის ბინაც შენ უნდა იქირავო და საჭმელიც შენ უნდა აჭამო და უნდა კიდევაც ჩააცო და არა აქვს მნიშვნელობა შენი ცოლია ეს ქალი თუ ისე გაქვს შენ მაგასთან თქვათ რაღაც პერიოდი ერთობი თუ დადიხარ თუ რაღაცა და პასუხისმგებლობა უნდა აიღო. იმიტომ რომ შენ მიდიხარ იმასაც რომ ის სიამოვნო და იმანაც რომ გასიამოვნოს შენ უნდა ასიამოვნო ჯერ ის. აი ესე უნდა ასწავლო ბიჭებს, გაიგე და ამიტომ მე კარგი ქმერებიც იქნებიან და კარგი პარტნიორებიც და ასე შემდეგ და აქ რო არის უპასუხისმგებლობა რომ მარტო ჩემზე, მარტო ჩემთვის, მარტო მე რო კარგად ვიყო, ჯერ მე და მე დანარჩენები, იმიტომ მე ხდება ის რომ ნუ რა თქმა უნდა ეხლა ეს მიწერ დონეზე გიყვებით რომ კარმულად მაინც დაეწევა მაგას აი ეს ბუმერანგი ყველა ვარიანტში დაარტყავენ მაგას თავში, იმიტომ რომ თუ ადამიანი არაფასებს თქვა იმას რასაც აძლევენ, ხო? ნუ ეს ყოველთვის მე წაართმევენ და კიდევაც დაუმატებენ, ეხლა დაამაგრეთ, შემიძლია ეკითრათ. ანუ იმოქმედებს თქვენსკენ. აქ ისეთ როგორი სიტუაცია არის, კი სწავლის პროცესი იყო, მაგრამ რომ ეგოისტი, აი ამ ეგოზე მიდის აქ საუბარი. ეგოს მაგისგან აი მენა მე როგორ მიჭის ხოლმე ქართულად რომ მინდა კარგად აგიხსნათ, მაგრამ გამომდის ზოგჯერ რომ ვერ ხსნი კარგად რა. აი თითქოს როგორი მომენტი არის, აი ამოჯირყავენ მაგისგან, აი ამ ეგოს რა და აი ზუსტად რა. და აი მაგას რომ მოერევა თავის ეგოს ვერ გამოჩდება. აი თქვენ უნდა მიიღოთ ეს ადამიანი. აქ უკვე თქვენ თვითონ არჩევანს გააკეთეთ. თუ დაუშვათ თქვენ ელოდებით და თქვენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია და თქვენ თუ მიხვდებით რომ მართლა შეცვლილი მოვიდა, ხო, თქვენ შანსი გეძლევათ იმისი რომ თქვენ დაუშვათ ახლა ნუ მაგრამ აქ ეს რა არის? მაინც ილუზიები ნუ გაქვთ. ძალიან დიდი რომ ეს ადამიანი ახლა ისე ძალიან შეიცვლება, რა გითხრათ რა. აქ თქვენში გაიხსნება რაღაცა სხვათა შორის ძალიან მაგარი ცოდნა, რაღაცა ძალიან თქვენი ძალა გაიხსნება და თქვენი რაღაცა მომავალი გაიხსნება და თქვენ უფრო დაჭკვიანდებით, მე მგონი ამ ურთიერთობაში რა. თქვენ გეძლებათ რაღაცა ახალი შანსები ცხოვრებაში. ზოგი გახსნის თავის შეიძლება სრულიად ბედი, ზოგი შეიძლება გახსნის რაღაცა ნიჭი, ზოგს შეიძლება даже ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, კი. ნუ ზოგისთვის კი ნამდვილად შეიძლება ეს ადამიანის განახლებული მოვა.
ну საჯარო გაშლა რა ვქნა რა გითხრათ სხვა აქ შეიძლება ზოგისთვის მართლა ну ზოგისთვის შეიძლება მართლა ის ადამიანი რომელიც თქვათ იჯდა და სწავლობდა ისვლა სულ სხვანაირი შეცვლილი მაგრამ რამდენად დიდი ხანი თუ ძალიან დიდი თქვათ თუ გითხრათ თქვენ რომ აი მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და მართლა ძალიან იზა მე უკვე აი ეს ცუდად ყოფნა მაგას ახლა რამე თუნდაც იმ შიშს ჩანერგავს მაგაში რომ თქვათ თუ კიდე ასე გავაგრძელოს უდავკარგავ ამ ქალს მაშინ შეიძლება იყოს კაცი იცვლება მაშინ როცა მას თვითონ უნდა ну საერთოდ ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა კაცი თუ ხალი ხო და აი აქ არის ესეთი ისტორია ჩემოლამაზებო რა ვიცი კომენტარებში გელოდებით რა თქმა უნდა თქვენი იყო ეს ისტორია თუ არა რომ ვიცოდენ მეც მაინტერესებს რა ანუ როგორი შეცვლილი მოვა თქვენი პარტნიორი